ერთი კვირის უკან დავდე Facebook-ზე განცხადება, ჩემი გამოსვლა, რომ ვაპირებ ასე შიმშილობას, ერთადერთი მოთხოვნით, რომ ჩემი აზრები, ჩემი შეხედულებები მივიტანო თითოეულ მოქალაქემდის. როცა ეს მიტანილი იქნება, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას. თავარი პრობლემა რის გამოც ჩამოვედი და შიმშილობ. მივიტანო თითოეულ მოქალაქემდის ის აზრი, რომ გახლეჩილი ერი ვერ ასწოდეს შექმნის მაღალ განვითარებულ და სამართლიან სახელმწიფოს და მუდმივად გახლეჩილი ერი ადგას თვითგანადგურების გზას. არ შეიძლება ამ რაოდენობის ადამიანი ითვლებოდეს მოღალატედ. როდესაც ათასობით და 10,000-ობით ადამიანი დგას მეორე მხარეს და მას მოღალატეს უწოდებ, ან მეორე მხარე ამ მხარეს უწოდებს მოღალატეს, სინამდვილეში რეალურად ეს არის გახლეჩილი ერის მდგომარეობა. და მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ესე იგი, არ ვიცი, ერისათვის დამანგრეველია მისი ცნობიერებისათვის, მისი ეკონომიკისათვის, მისი ავტორიტეტისათვის. არჩევნები მაშინ არის სამართლიანი, როდესაც ვერავინ ვერ შეიტანს ეჭვს მის სამართლიანობაში. როდესაც 1000 ადამიანს შეაქვს უკვე მის სამართლიანობაში ეჭვი, ის არჩევნები სამართლიანი არაა სამართლებრივ სახელმწიფოებში და საქართველოს არაა სამართლებრივი სახელმწიფო. მოვა ერთი მთავრობა, მუდმივად მიტინგები, მუდმივად უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, მერე შეიცვალა მოვა სხვა ისევ გამუდმებული თავისმტვრევა, უბედურება, დასისხლული გარბის ეს ჩვენი ქართველობა სტრასბურგში. მე ვიცი ეს ყველაფერი ევროპაში ამდენი წელია ვარ და ვიცი ყველა რატომ არ შეიძლება საქართველოში ადამიანმა სამართალი იპოვოს. როგორ ჩვენ აქ სამართალი არ შეიძლება დავამკვიდროთ. ჩვენ ცოტა მცირე ერი ვართ, ჩვენ არ ვართ დიდი ერი და ამიტომ ჩვენ ვერავის ვერ გავწირავთ, ვერავის ვერ მოვკლავთ, ვერავის ტერორს ვერ მოუწყობთ. 37 წლიან საბჭოთა დიქტატურას ვერ დავამყარეთ. ეს გამორიცხულია. მე იმდენად სამართალდამცველებს არ დავადანაშაულებდი, რამდენადაც საქართველოს პოლიტიკურ ელიტას და არ ვამბობ მარტო მთავრობას. იმიტომ რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა უკვე მრავალი წლების და შეიძლება 10 წლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და მაღალი სამართლიანობით ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ხელისუფლება გამოირჩეოდა საქართველოში. პირიქით ბევრი უსამართლობა გაკეთდა მთელი 36 წლის განმავლობაში. ჩვენ მუდმივად იყვნენ ადამიანები, გამოდიოდნენ უსამართლობის მსხვერპლი. პოლიციელი პოლიტიკოსი არა. პოლიციელი ასრულებს ბრძანებას და მან თუ ძალადობა გამოიყენა, იმდენად იმ პოლიციელს არ ვადანაშაულებთ, იმიტომ რომ ის პოლიციელი ზუბედურ დღეშია ჩავარდნილი. იმას ხელფასი არ ყოფნის, იმას ოჯახური პრობლემები აქვს, იმას სახელმწიფო იყენებს ძალიან ბინძურად. ერთადერთი იარაღი არის სიტყვა, იდეა, აზრი. დეპუტატი უნდა ებრძოდეს პოლიტიკოსს საერთოდ იდეით, აზრით და არა გინებით და არა მუშტიკრივით და არა და ასეთი მუშტიკრივითა და წიხლით მებრძოლები, როგორც ოპოზიციაში არიან, ასევე არიან მთავრობაში. ამიტომ ესენი სულ ყველა უნდა მადლობა გადაუხადოთ და დაისვენეთ ახლა და დაგვასვენეთ ჩვენც. მუსტაფა ქემალ ათათურქს თურქეთის სახელმწიფო შექმნელ თავის დროზე აქვს ნათქვამი. არსებობს მრავალი კულტურა და არსებობს ერთადერთი ცივილიზაცია. ეს არის ევროპა. რო არ ყოფილიყო ევროპა, ფაქტიურად ჩვენ არ მივიღებდით არც ამ დონის მეცნიერებას, არც ამ დონის მსოფლიო განვითარებას, კაცობრიობის. თვით ამერიკის შეერთებული შტატების შექმნაც კი ევროპიდან მოდის, ხო? ფეოდალიზმი ევროპიდან დამარცხდა. ჩვენ რო თავისუფალი ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, ევროპაში არის დღეს ისეთი რაღაცები, რომელიც ჩვენ საზოგადოებას არ მოსწონს. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება არის ტრადიციული საზოგადოება და მე გაგებით ვეკიდები ყველა იმ თემას. გაგებით ვეკიდები. ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება რეფერენდუმით, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და აქ მეც არაფერს არ ვიცი. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ევროპაში, მაგრამ არა აუცილებელი რომ ჩვენ მაგალითად დავკარგოთ ან გადავაგდოთ ჩვენი ტრადიციები. ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა და ახლა ევროპაში ყოფნა არ ნიშნავს რომ მაინც განადგურდეს უნდა ჩვენი კულტურა და ან დავკარგავთ. მე ასე ამას არ ვთვლი.